დიდი სიყვარული მოცავ და დღევანდელი სახარება კვლავ გვაძლიერებს წმენაში გვაძლიერებს რადგანაც აი როგორც ემაუს მიმავალ გზავრებს ეუბნება ქრისტე ესევე ჩვენს გვეუბნება რომ ყველაფერი ქრისტეზე მეტყველებს და აი ქრისტე არის მთავარი მოქმედი გმირი კაცობრიობის და სამყაროს ისტორიაში ამიტომ ქრისტე როგორც ძე ღვთისა განკაცებული ღმერთი იგი არის რომელიც მოვიდა ჩვენთვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის და მან აიღო ყოველივე იტვირთა ყოველივე იგი განსჯის ყოველივეს უკანასკნელ დღეს როცა მოვა კიდევ ღმერთი განსჯის ადამიანების ფარულ საქმეებს აი კრიპტას უძახიან აი ფარულ იდუმალს როგორც ადამიანები გარეგნულად მსჯავრობდა ხედავდა და ის ხედავს დაფაროს რა არის შიგნით ადამიანში როგორი არის მისი შინაგანი წყობა აი კრიპტას განსჯის ეს ბერძნული სიტყვა დაფაროს ნიშნავს ხო მიდუმალს ნიშნავს რადგან ადამიანებს ხოლმე აშკარად საქმეების განსჯა ძალუძს ისიც კიდე ძალუძს ძალიან სუსტად იმასაც ვერ ვხედავთ წესიერად გონია ერთი არის მეორე ტერი გონია მოყარე გონია მტერია სიმბოლური ძახი ამიტომ ყველა შენი მასწავლებელია ერთ-ერთი ძენი ამბობს და ეს დაყოფა treba და მოყარე იყვანდეს ყველა და მერე გამოიდან შეხედავ დასკვნას გააკეთებ მერე ჯერ არის ამიტომ აცალე მერე ყველაფერს ხედავს და შეხედავ ის რომ შენ გონია უარყოფითი შეიძლება ისეთი ახლო და დადებითი გამოვიდეს გაიხარო და გაგიკვირდეს შეიძლება გონია დადებითი და დავუშვათ ისეთი დადებითი არ გამოდგეს და გული გეთკინოს და ასე შემდეგ ამიტომ ის არის ყველაფრის ცოდნა კანონმდებელი ადამიანის გულის უფალი გულიდან გული ხო გზნობს ადამიანის გული გზნობს გულიდან გამოდის ეს ყველაფერი განწყობა ეს თანაგზნობა ხედავს გულს თავისი მხედველობა აქვს რაღაც აი მეტაფიზიკური მხედველობა აქვს რა ძებუნებები გულს რომელიც ესეთი რაღაცას თვითონ გზნობს ივსება მადლიერება გული დააკვირდებით ხო გულის კულტურას ქრისტიანობაში ძალიან დიდი დაპირთვაა აი გული ან ივსება ან ცარიელდება გულის ავსება სიცარიელით შეიძლება იგნო ვისთან გაქვს საქმე რასთან გაქვს საქმე კეთილმოსულნესთან არაკეთილმოსულნესთან მოყვარესთან თუ ასე ვთქვათ მტერთან შეიძლება ითქვას მაგრამ ისიც უნდა გიყვარდეს ხო და ისწავლო იმისაგანაც რა არ უნდა გააკეთო ყოველ შემთხვევაში ხო ის მაინც უნდა ისწავლო რა არ შეიძლება შენთვის რა არ უნდა გააკეთო ამიტომ გული ივსება ნაკმული ხდება მასში ან დიდდება მადლიმაში რაღაცა გავსება ხდება გულის აწევა ხდება აღძვრა ხდება რაღაცა შეგრძნება ან ტკივილისა და ჰაერის უკმარისობის რაღაცა დეზრუსული შეგრძნება როცა ნეგატიურ ან ენერგიას იღებს ვიღაცა ან რაღაცა ცუდს გისურვებს ან რაღაც დესტრუქცია რომელსაც გზნობს გული და ცუდად ახარ ისე ვერ ახარ კარგად თავს კომფორტულად ვეგზნობ ამიტომ უფალი გულს გუნზე დაგიწეს გული გზნობს ვინ არის შენს წინაშე ამიტომ გონება და გულია თქო და გონება განწმენდილი გონება და განწმენდილი გული თუ ამ ხრაულ გულსა და გონებაში ღვთისნებას ვერ გამოაჩენ ამიტომ ეს შეგონება რომელსაც ღმერთი გვაძლევს გულის სიღრმეში იბადება გონების სიღრმეში იქ დებს უფალი ან პასუხს ვინ არის შენს წინაშე როგორ უნდა მოიქცე როგორ უნდა იყო რა უნდა გააკეთო რა ტიპის ქმედებები უნდა აღასრულო აზრით სიტყვი და საქმე ნებისმიერ შემთხვევაში ქრისტეს ნაპალებს უნდა მიუღეთ ქრისტეს კვალიფიკება ეს ნებისმიერ შემთხვევაში მაგრამ აი გულისა და გონების ეს გაწონასწორებული ლავირება მათ შორის ჯვარისმიერი წონასწორობის დაცვა ძალიან ძნელი გახსოვთ თქვენ ადრეს მითქვა აი როგორც არის ნათქვამი იყვენით ბრძენი ვითარცა გვერდი და მაგრამ ამავე დროს მეორე მხარეს გვეუბნება მედალის მეორე ასპექტია ორი რეალობის ორ ასპექტს გონების ორ ასპექტს გულის ორ ასპექტს იყვენით ბრძენი მაგრამ ამავე დროს იყვენით უმანკო აი როგორია თან უმანკო იყავ თან ბრძენი იყავ და აი ამაში ეს ძალიან რთულია დღეს ვიდუმდეს ჩვენთვის ეს არის ძალიან რთული აი ამაში ლავირა აი ეს წონასწორო ბეწვის ხიდზე გადიხარ რომ არ გადავარდე თან ბრძენი უნდა იყო თან უმანკო უნდა იყო თან გონებას უნდა განწმენდილს შეხედო და დაიჯერო მისი ტექსტები თან გულის შეგრძნებებსა და ამათ შორის ბალანსი დაიცვა აბა როგორ გააკეთებ და აი ამ წონასწორობის დაცვის ქრისტეს ღვთისნების ჭრედით წონასწორობას იცავ და მიდიხარ ძალიან როგორც ბეწვის ხიდზე და პავლე მოციქულმა ძალიან საშიშად დადიხართ რო იცოდეთ რომ ჩვენ იმდენ ამისგან გვიხსნის უფალი ჩვენ ვერც ვაცნობიერებთ მალხობასაც არ
ის ისედაც დილის საღამოს წერია, რომ მადლობა. ზიარების შემთხვევაში სულ მადლობა არ არის, როდესაც ისე შეძლიო მადლობისაგან, დიდებისაგან, თხოვნისაგან და მადლობისაგან. სამი აქაც რიცხვის სამია. ამიტომ ეს მადლობა ყოველთვის მაინც უნდა თქვა. მადლობა რომელიც ყველაფრისათვის, როგორც ამოციონე ვქრობთ და მეორე წმინდა მამა და ჩვენს ვამბობთ, მაინც წმინდანი არ უნდა იყოს, რომელიც მადლობა შესწირა. ჩვეულებრივად პარაკლისების არის მადლობა რომელიც ყველაფრისათვის და ასე შემდეგ. მადლობა. აი ამ მადლით და მადლობით განახლებული ადამიანი გაძლიერებული. როცა ეს მიდის და ცდილობს ძალიან ძლიერია, მაგრამ აი ბალანსირება ცდილობს, ესეთი გაძლიერებული ადამიანი ცხოვრობს ცნებებით, ცდილობს ყოველ წუთს ქრისტე მაცხოვრის იმედი კონდეს, აბა როგორია ეს ყოველ წუთს და ყოველ წამს ქრისტე მაცხოვრის იმედი კონდეს, ცხოვრობს მისი ცნებებით, ყოველთვის მისი სასოება კონდეს და შიში კონდეს, რომ როდის მოვა არავინ არ იცის. თითოეულ საკუთარი საქმეების მიხედვის მიაგებს ეს კი არ არის ალეგორიები, ეს რეალობა იქნება მე. როცა იქნება არ ვიცი როდის, ხო? ჩვენც არის მოცემული. ადები, ჟამები ეს ურავინ ვიტყვით, ამ დროს იქნება ეს ჩვენც არის ცოდვილებისთვის. ამიტომ ეს ქრისტე მიტვირთა ყველაფერი, როგორც ესეა წინასწარმეტყველი ამის, ეს გვემულებათა ჩვენ და იტვირთავს და ჩვენ ძლით მობილას. ამიტომ მოვიდა ჩვენი ცხოვრების მასწავლებელი ზეციური მკურნალი იესო ქრისტე. და ზუსტად დღევანდელ სახარებაში არის ნათქვამი, საოცარი სიტყვები. ეს ეუბნება მაცხოვარი ემაუსის გზაზე მოსიარულე. ხოი უცნობელნო და მძიმენო გულითა, ამით დავიწყე და ეს მაინც ამ თემას უნდა შევეძლო. ხოი უცნობელნო და მძიმენო გულითა, აი ეს საოცარი ცუდი თვისებები, ეს რომ მოვიცინოთ. აი უცნობელობა, გონების უცნობელობა, გაუცნობიერებლობა, შეუგლებლობა, ჰორიზონტის, სულიერი ჰორიზონტის და ფსიქოლოგიური, თუნდაც კულტურული, თუნდაც ასე შემდეგ სახარებისეული ცნობიერების სივიწროვე, უცნობელობა, გაუცნობიერებლობა, შენი ჯვარბირთვებისა, ქრისტეს დავალებებისა, ქრისტეს ჯულის უცნობელობა და მძიმენო გონება და გული. და მძიმენო გული და გულის სიმძიმე. მეორე მხარე ესეც. უცნობელობა და მძიმენო გული. გული მძიმე ადამიანი. ეს არის უსაშინლესი მდგომარეობაში მყოფი ადამიანი. და გული ყველაფერს თავის თავზე იღებს. გულს ადრე ხარ ამოსატანებელი ეგვიპტეს კულტურაში, როდესაც სამარხებში მარხავდნენ აი ეს მუმიები და სულაიგები, გულს ცალკე ინახავდნენ, როგორც განსაკუთრებულ საკრალურ ორგანოს, ის კი არ მოშობოდნენ, გულს უდებდნენ აი მაშინ სხვა კულტურა და სხვა რელიგია, მაგრამ გულის ეს თქვათ განბანვა და გულის ეს მუნიციპალიზება და გულის რაღაცა ცალკე მოთავსება, ეს იყო ცალკე რიტუალი, რატომ? იმიტომ გული ეს ითვლებოდა ადამიანის ცენტრად, ადამიანის არსების ცენტრად ითვლებოდა. ესეც მოასწავებდა, მათაც ჰქონდათ გარკვეული სივრცე და გარკვეული შემთხვევა იყო, მაგრამ ეს გული საოცარი ნებისმიერ სხვა ქრისტიანობამდე კულტურებში და რელიგიებში გული ითვლებოდა როგორც უდიდესი, ასე ვთქვათ, ორგანო, რომელიც როგორც ანდამატი, ანუ მაგნიტი ჩვენია, როგორც ანდამატი იზიდავდა როგორც ნეგატიურ ვიბრაციებს და ენერგიას და ადამიანის გავლენებს, ასევე გამოსცემდა დადებითს და გულით შეიძლება ადამიანი განკურნო გულის გამოსხივებით, გულით. კეთილი უსურს გაუშვა გულის სიკეთე, გულის კეთილის ზრახო შეიძლება განკურნო ადამიანი. შეიძლება ძალიან აუგო ადამიანსაც და შეიძლება ადამიანებს და გულს ძალიან ბევრი რამე შეიძლება. უდიდესი უფსკრივი. ცალკე ადამიანი ადამიანშია, საოცარი რაღაცა. ამიტომ ცალკე გამოყოფდება გულს. და ეს ძიმენო გულით, გულის სიმძიმე ეს ძალიან სულია, იმიტომ რომ ჯერ ესეთი დაავადებებს არ მოშობს, ხო, ეს ფიზიოლოგიურ დონეზე რო არის, ხო? რა თქმა უნდა, შემდეგ გულის ტკივილი ასევე ზოგჯერ არის გამწმენდელი ტკივილი გულის. ძალიან დიდი სიყვარულის ადამიანები, როდესაც ამ სიყვარულის ენერგიას, ამ სიყვარულს ვერ მიმართავენ სწორად, არ იციან ქრისტიანულად როგორ მიმართონ, ან ამ სიყვარულის ვერ გადახარშვა, მადლის მიღება ერთია, მადლის გადახარშვა უნდა იცოდე. ანუ მადლის მიღების კულტურა სხვა, ცოდნა უნდა იცოდე, როგორ შეუხტი ამ ტალღას მადლის, თორე შეიძლება წაგლებს მადლსაც თავისი დაგვრიტვა. თავისებურია მადლი ადგილი მისაღები არ არის. ამიტომ ბევრი ვერ ხარშავს და გულში ეს მადლი რო ჩადის, ტკივილებს აძლევს, ვერ ხარშავს, ვერ თვითულობს. გონებაც ბევრი ადამიანის ვერ თვითულობს, ისე ამ საქმეებს და ზოგჯერ მკოლდება ხოლმე და რაც და აზრები მოდის რომ იწობს, ესეც თავისებური ბრძოლები. ანუ გაუცნობიერება ხდება, ვერაცნობიერებს, იმიტომ რომ ვერ იტევს,
და გული ძიმდება და ტკივილები იცის გულის, როდესაც ადამიანი არ იცის სად აიღოს ეს ენერგია, ვის მიადგიშოს, ვის მიააჩუქოს თუ რა. არა, ეს უნდა იცოდე როგორ გასცე ეს ენერგია. დიდი კულტურა გულისა. ეს აუცილებლად ცალკე ამაზე ცალკე დარიგებები არის. ამიტომ ძიმeno გულითა და გონებითო უცნობელია. არ იცოდითო თქვენო რომ სარწმუნოებისათვისო ყოველწლიურად რომელი იყოს წინასწარმეტყველიო არ იყო ჯერო უნდა არ უნდა ევნო ქრისტესო რა თქმა უნდა უნდა ევნო და დიდებაში შესულიყო და გაუხსნა მთელი ეს წინასწარმეტყველები მოსესიდან მოსე წინასწარმეტყველები ყველა ქრისტეს მოასწავლებს ეს იცით იგივე ნოე ქრისტე ახალი ნოე იგივე მოსე ქრისტე ახალი მოსე იგივე დაუშვათ ძველი ადამი, ახალი ქრისტე, ახალი ადამი და ასე. მთელი ეს წინასწარმეტყველები ქრისტემდე მოასწავლებდა ახალი ადამიანის მაცხოვრის ფიგურას, მაცხოვრის პიროვნებას. მოსესისგან და წინასწარმეტყველთა და გამოუთარგმანებდა მათ ყოველთა წიგნთა მათთვის და გონება გაუხსნა მათ. ამიტომ ჩვენი ცხოვრების მასწავლებელი ქრისტე ღმერთი ზეციური მკურნალი გონების გამხსნელი თავისი შეგონებები ადამიანის ცხოვრებას აკეთილშობილებს კურნავს, ასწავლის, ხორციელ და სულიერ სნეულებათაგან განკურნავს მას. არ არის ეს ჩვენ ცხოვრებაში, რამდენი შემთხვევა ყოფილა და რამდენი იქნება კიდევ, რომ განკურნავს შეპრობილებები, რამდენი შეპრობილება, რამდენი დემონური გავლენა, ამაზე აღარ ვილაპარაკო, ნეგატივი არ მინდა ახლა ის თემაა დიდი და ამიტომ რამდენი დემონური გავლენა დღეს მით უმეტეს ის რაც ადრე დაფარული იყო ის ლაბირინთებიდან ის საქველები თითქოს გაიხსნაო და ეს მოამრავი დემონური ზალა გამოშლიგინებულია თითქოს მათი თავისი ნებაზე მიშვებულივით, მაგრამ ნებაზე მიშვებული არავინ და არაფერი არის, ყველაფერი კონტროლდება ზეციდან, ყველაფერი. ამიტომ რამდენ შეპრობილებას კურნავს, განსაკუთრებით ღვთისმშობელის წმინდა ვახსენო, ვნებებისაგან და შეპრობილებისაგან ყველაზე ძლიერი მაკურნებელი არის ღვთისმშობელი, მისდამი ლოცვა. ღვთისმშობლისადმი ლოცვა ეს უნდა იყოს აუცილებლად, ეს არის ინსტიტუტია მთელი ღვთისმშობლის ლოცვა, ეს არის მთელი რაღაცა სულიერი ინსტიტუცია. რომ მისადმი ლოცვები, ღვთისმშობლისადმი ლოცვები, ეს არის პანაცია, პირდაპირ მაკურნებელი, სექსუალური და მავნე ზრახვებისა და დაბიომიდრეკილებებისაგან, ანგარებისა და აზარტული თამაშების წინააღმდეგ, ნარკომანიისა და ლოტობისა და ნარკომანიის გავსევებულია, მოგმარშული და ავის მეხსიერება, მაგრამ განსაკუთრებით ეს ყველაფერი იწვევს შეპყრობილების საწინააღმდეგო. ღვთისმშობელს ძალიან დიდი ძალა აქვს. პირდაპირ დევნის ღვთისმშობელს, სასწაული ძალა ღვთისმშობელს. ამიტომ აი მისადმი ლოცვებს დიდი მოახლოების, ღვთისმშობლის მადლის მოახლოების დიდი ძალა აქვს და მოდის ადამიანთან ღვთისმშობელი. ზოგსაც ხილულად უხილავს, ზოგს უხილავად უბძვია და კურნავს ადამიანს. მაგრამ ეს ყველაფერი ქრისტეს კუთხევით ხდება და სიჯანსაღე ენიჭება მას, რასაც გისურვებთ. რა თქმა უნდა, აღარ ვლაპარაკობ ხორციელავანწყობობებზე, რომელსაც ასევე საფრთხო ძალა კურნავს მესნეულებებს, ზეციური სწავლება კურნავს და რა თქმა უნდა, ამისათვის მხოლოდ ღმერთს უნდა შევზიროთ მადლობა და ვთქვათ, როგორც ფსალმუნებში წერია. აკურთხებს სული ჩემი უფალსა და ნუ დაივიწყებ ყოველსა მოცემულსა მისსა, რომელმან გიუფხინა შენ ყოველთა უძლოებათა შენთაგან, რომელმან განკურნა ყოველი სნეულებანი შენი და ამრიგად ჭეშმარიტი და სრულყოფილი კურნალი უფალი ჩვენი იესო ქრისტე კურნავს, ვაჯანსაგებს, განგვაახლებს, გვაძლიერებს და მისადმი დიდებას აღვავებს. მამისა და დისა და წმინდისა სულის, აზრდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.